ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საღამშვიდობისა შოუ-ბიზნესის სიახლეებით ეთერშია ინფორმატორის ყველაზე ვრცელი 10 საათიანი გამოშვება. მაესტრო თავის პარტნიორებთან ერთად მუშაობს ფართოდ რეკლამირებულ პროექტზე თანავარსკვლავედი. კინოთეატრ ამირანში მიმდინარეობს რიგით მეოთხე საერთაშორისო კინოფესტივალი ოქროს პრომეთე, რომელსაც წარმოდგენილი იქნა რეჟისორ დიდო ცინცაძის ფილმი გასროლის შიშით. როგორც იცით, რამოდენიმე თვეა მაესტრო თავის პარტნიორებთან ერთად მუშაობს ფართოდ რეკლამირებულ პროექტზე თანავარსკვლავედი. მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებიც კადრს მიღმა მიმდინარეობდა, უკვე დასასრულს უახლოვდება და დადგა კონკურსის ყველაზე საინტერესო ეტაპის აფიშირების დრო. თანავარსკვლავედში მონაწილეობის მიღების მსურველები 2 თვის მანძილზე აქტიურად და ბეჯითად აბარებდნენ თავიანთ აუდიო მასალას და ავტობიოგრაფიას რადიო ფორტუნას ოფისში. დაგროვდა დაახლოებით 300-მდე კონკურსანტის მონაცემი. აქედან 20 კონკურსში მონაწილეობის სერიოზული პრეტენდენტია. ეხლა კი იწყება ყველაზე საინტერესო ეტაპი, ან უნდა გაირკვეს თუ ბოლო-ბოლო ვინ მიიღებს მონაწილეობას პროექტში თანავარსკვლავედი. დამთავრდა მოსმენა შემოსული მასალების, ვინაიდან მასალები აღემატებოდა იმაზეც, რასაც ჩვენ ველოდით. ცოტათი გადაიწია პროექტის დაწყება. მუშაობდა კომპეტენტური ჟიური ამ 300-მდე ადამიანის მოტანილ მასალაზე და მოსმენა უკვე დამთავრებულია. მოსმენის შემდეგ შეირჩა 20 მონაწილე, რომელიც ამ დღეებში იქნება დაბარებული კულტურის მერიის სამსახურის შენობაში და მიეცემათ სპეციალური პროგრამა თუ რა უნდა შეასრულონ შეხვედრის დროს, ჩვენთან შეხვედრის დროს, სადაც ასევე ჟიური უკვე გადაწყვიტავს თუ ვინ იქნება ის 8 ადამიანი, რომელიც მიიღებს მონაწილეობას ამ პროექტში. ვისაც ამ უახლოეს 2 დღეში არ დაუკავშირდებით, მათ შეუძლიათ მასალა გაიტანონ ფორტუნა პლუსის ოფისიდან და მინდა ყველას დიდი მადლობა გადაუხადო, ვინც არ მოხვდა ამ მოცეულში, ეს პროექტი გრძელდება, მომავალ წელსაც იქნება და უნდა სცადონ ბედი, რომ იქნებ მოხვდნენ. როგორც იცით, კინოთეატრ ამირანში მიმდინარეობს რიგით მეოთხე საერთაშორისო კინოფესტივალი ოქროს პრომეთე, რომელსაც წარმოდგენილი იქნა რეჟისორ დიდო ცინცაძის ფილმი გასროლის შიშით. ამ ფილმმა სან-სებასტიანის 51 კინოფესტივალზე ოქროს ნიჟარა დაიმსახურა. ჩვენი გადამღები ჯგუფი ბატონ დიდო ცინცაძეს გაესაუბრა. ეს გასროლის შიში პირობითი სათაურია, აქ არის ლაპარაკი უფრო მარტოობაზე, შიშზე, იმიტომ რომ მარტოობის ამხანაგია შიში, იმიტომ რომ როცა მარტო ხარ და გიხდება ეს რაღაცა ურთიერთობა არა გაქვს. მე ვამბობ, ურთიერთობა შეიძლება გქონდეს, მაგრამ მაინც მარტო იყო, რამდენად იმიტომ რომ ჩაკეტილი როცა ხარ, სწორედ მაშინ შეიძლება მთელი უბედურებები დაგემართოს. შიშიც მაშინ მოვა და სასოწარკვეთაც და რა ვიცი, სასოწარკვეთილებაც და ყველა უბედურება და მე რაში გადავა ეს უკვე ღმერთმა უწყეს. თუ რასაკვირველია, პრიზი ძალიან კარგია და ძალიან პრესტიჟულია ეს ფესტივალი და ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ მაინც ყველაზე მთავარია, რომ აი რაღაცა უფრო სხვა კარგი პერსპექტივები გამოჩნდა. ქართული არის მე ვარ ქართველი, რომელიც სცენარისტის თანაავტორია და რეჟისორი. არის მუსიკა ქართული, რომელიც გიო ცინცაძის არის და ცოტა პატარა ერთი თემა ჩემია და ლაშა ბაქრაძე თამაშობს პატარა როლს. ჩემი მცოლი მარიკა გიორგობიანი ასევე ძალიან პატარა როლს და კიდე მუსიკოსები, ვისთანაც ერთად ჩავწერეთ, გიგიმ ჩაწერა მუსიკა. გვარები არ მახსოვს, არაჩვეულებრივი მადლობის მეტი არაფერი არ მეთქვეს და სტუდია ტახა მელითაურის და თინა მენაბდის სტუდიაში ჩავწერეთ და მათი დიდი დახმარების გარეშე არაფერი არ გამოვიდოდა, ასე რომ მე სარგებლობ შემთხვევით და დიდ მადლობას ვუხდი. და კიდე ჩემი მეგობრები, რომელთაც გარეშეც და ჩემი ახლობლები, რომელთაც როცა ვიცი რომ არსებობენ ამ ქვეყანაზე რა, უკვე ისინი მხოლოდ ძალას მაძლევენ, რომ თეფს გადავდგავ.
ეს იყო ჩვენ საინფორმაციო ბანკში არსებული ბოლო ინფორმაცია. შეგახსენებთ, რომ ყოველდღე 7 საათიდან ყოველ საათში ერთხელ სტუდია მაესტროსა და პირველი სტერეოს ეთერში თქვენ შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ შოუ ბიზნესის სიახლეების პროგრამაში ინფორმატორი ლაილაისთან ერთად. მე ხვალდილამდე ტოროლამდე გემშვიდობებით და როგორც ყოველთვის მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. კარგად.